მოგესალმებით, თითოეულ თქვენთაგან უღმესი მადლობა იმის, რომ გამოძალდით ჩემი არხი, იმის, რომ ლაიქებთ და კომენტარებთ, ვინც არ მიცნობთ, გაგეცნობთ, მე ვარ კატი. პირად დიაგნოსტიკაზე უნდა მომწეროთ პირად შეტყობინებაში, მითითებულ ნომერზე და შეგახსენოთ, რომ არის კვლავ აქცია და შეგიძლიათ გამოიყენოთ აქციები. რაც შეეხება დღევანდელ გაშლას, მოდით გავაკეთოთ პარტნიორის ფიქრი გზნობა მოქმედება. ხო, რაღაც ნახოთ. რას ფიქრობს თქვენთან მიმართებაში, რას გრძნობს და რა ქმედება შეიძლება გქონდეს ადამიანს და რა თქმა უნდა ვნახოთ მანამდე სიგნიფიკაცია, რამდენად თქვენია გაშლა. რა ხდება ახლა ამ ეტაპზე თქვენს ურთიერთობაში. ნახოთ. რა ხდება ახლა ამ ეტაპზე თქვენს ურთიერთობაში. მისი ფიქრები თქვენს მიმართ. რას ფიქრობს, როგორ გხედავთ, მისი გრძნობები, რა თქმა უნდა. ნახოთ, სავარაუდო ქმედება. და მოდით ნახოთ, თქვენ რას გირჩევთ სამყარო ამ ურთიერთობაში, რჩევა თქვენთვის. რა ხდება? ესე იგი, სამი უმაღლესი არკანი არის აქ. ამ ეტაპზე რა ხდება? მე ესე ვიტყოდი, რომ აქ კონკრეტულად შესაძლებელია უკვე ურთიერთობა დასრულებულიც არის, აქ ურთიერთობაში ნახეთ, დასრულებულიც არის ურთიერთობა და რაღაცა სხვა განახლების მდგომარეობაში გადადიხართ თქვენ თვითონ, ხო? ანუ როდესაც ადამიანები ხვდებიან, რომ ამოწურეს საკმაოდ კარმული ურთიერთობაა. იცით როგორი მომენტია, რაღაცა შეიძლება ესე რომ ვთქვათ, ნახეთ, ურთიერთობაშიც რომ იყოთ და ვთქვათ, კომუნიკაციის მდგომარეობაც რომ გქონდეთ ამ ადამიანთან, მე ესე გეტყვით, რომ როგორი კომუნიკაციაც არ უნდა გქონდეთ შინაგანად, ხვდებით, რომ ციკლი დასრულებულია და ურთიერთობა დასრულებულია. ყველა ადამიანს გვაქვს რაღაცა, ესე ვთქვათ, მესამე თვალი, განვითარებული ინტუიცია, უბრალოდ სამწუხაროდ ჩვენ და არ ვაქცევთ ყურადღებას იმ ნიშნებს, რომელსაც სამყარო გვეუბნება. აი აქ როგორი მომენტია, ცით ნახეთ, მოდით ესე გეტყვით. თითქოს ადამიანები მაინც ბოლომდე არ ვუშვებთ ამ სიტუაციას. ახლა ყველა სხვადასხვანაირი სიტუაცია გაქვთ, შეიძლება ბევრისთვის ცოტა ისეთი მომენტი იყოს, ხო, ვიღაცისთვის უკვე დასრულებულ ურთიერთობას უყურებდეს, ვიღაცა ანუ არსებულს, მაგრამ გაურკვეველს, ხო, ანუ ესეთი მომენტი არის. აქ უფრო როგორი მომენტი არის, იცით, ურთიერთობის, აი არ ვუშვებთ ერთმანეთს, ზუსტად ვიცით, რომ დასრულებული არის ურთიერთობა, ზუსტად აი ეს არის ესეთი მომენტი, აი უფრო ნახეთ, თუ დასრულებულია ურთიერთობა უკვე, უბრალოდ არ ვუშვებთ ჩვენ გონებიდან ამ ადამიანს და ჩვენი შინაგანი მედან ამ ადამიანს ერთის მხრივ თუ ურთიერთობაში ჯერ კიდევ გაქვთ რაღაცა მიმოწერის დონეზე კომუნიკაცია, თუნდაც ნახვა, თუნდაც აი რაღაცა პატარა გადაკვეთის მომენტებიც კი, მაგ შემთხვევაში ზუსტად ვიცით, რომ დასრულებულია ურთიერთობა, ანუ აღარ არის ის, რაც უნდა იყოს, ხო, ანუ ნახეთ, ამოვწურეთ რესურსი, ის ემოცია აღარ არის, რაღაც შევედით ტოქსიკურ სიტუაციაში, ვართ გაურკვევლობაში, არც იქეთ ვართ, არც აქეთ ვართ, ვერც ვანებებთ თავს და ვერც ვაგრძელებთ ურთიერთობას. აი რაღაც ეს მომენტი არის აქ ურთიერთობაში. თუ განსაკუთრებით ხართ აქ სამკუთხედ სიტუაციაში, დასდის ფონი ცოტა ესეთია,
ხართ სამკუთხედ სიტუაციაში, მაშინ მოდით ესე ვთქვათ, რომ ზუსტად ვიცით, რომ უნდა დავასრულოთ ეს სამკუთხედი, ახლა თუ ადამიანმა არ მიიღო გადაწყვეტილება ჩვენსკენ, ესე ვთქვათ, ყველა ვარიანტში უნდა დავასრულოთ, ანუ გაგრძელებაც ესეც აღარ გამოდის, მაგრამ ბოლომდეც ვერ ვუშვებთ, ხო? თუ არ ვართ სამკუთხედ სიტუაციაში, აქაც რაღაცა გადაუწყვეტელობა ხდება, ხვდებით, ნახეთ, ვერ გადავწყვიტეთ დავთმოთ ის, რაც გვაქვს. ოღონდ რაც გვაქვს, არის უკვე ჩამოყალიბებული ისეთი ურთიერთობა, სადაც გარდაუვალი არის დღეს თუ არა ხვალ თუ არა ზეგ, აუცილებელია და გარდაუვალია ის, ღმერთ ვაქნას რომ მოტრიალდეს ყველაფერი და თქვენ და სასიკეთოდ გადმოვიდეს, რა თქმა უნდა, ძალიანაც კარგი იქნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ეს არის სიტუაცია. რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენთან ურთიერთობაში? რას ფიქრობს? მოდით ესე ვთქვათ, რას ფიქრობს და კიდევ ერთხელ ახლა შეზიძლება რაღაც მომენტში, ან არ ვიცი, მიმოწერის მდგომარეობა გაქვთ კიდევ შემორჩენილი თუ რაღაცა ის სიტუაცია, რომ ვერ ვუშვებ. ფიქრობს იმას, რომ რაღაცა მომენტი არის ის, რომელიც თითქოს შორს ხართ ერთმანეთისგან. აღარ გესმით ერთმანეთის, უბრალოდ შეიძლება აღარ გესმოდათ ერთმანეთის და რაღაცა სხვა მომენტია, მაგრამ ნახეთ როგორი რაღაც არის. არის ხოლმე ურთიერთობაში, როდესაც გვინდა ურთიერთობაც თითქოს ჩვენი რაღაცა ესეთი შინაგანი ხმა გვეძახის ამ ურთიერთობისთვის, მაგრამ შეუძლებელია, ხო? შეუძლებელია უბრალოდ. აქ ესე ვთქვათ, ანუ უფსკრულია თქვენს ურთიერთობაში უკვე. აქ არის უფსკრული და ფიქრობს მაგას, რომ ეს არის უფსკრული. ანუ თქვენ უკვე მისთვის რაღაც მომენტში ან მიუწვდომელი ხართ უკვე ესე აღიქვავს. ან უბრალოდ ადამიანი, რომელიც არ მისცემს მოტყუების საშუალებას და თავს გაარიდებს ამ სიტუაციას, ხო? ანუ რო გითხრათ, რომ სხვათა შორის ესე როგორც პიროვნული კუთხით რო წავიკითხოთ ადამიანისთვის, ძალიან ისეთი ემოცია ხართ, მაგრამ ამავდროულად თქვენში დაკარგვაც შესაძლებელია, ხო? ანუ კარგი ხართ, მაგრამ თან ვიკარგებით, თითქოს ეს მომენტიც არის რთულია თქვენთან, ესე მე ესე ვიტყოდი, რომ შეიძლება იმდენად როგორი რაღაცა იცით თქვენგან შეიძლება მოდიოდეს ისეთი ენერგია, რომ თავისუფლების მოყვარული ადამიანი, როდესაც არის, ხო, როდესაც ადამიანს აქვს თავისი ოცნებები, თავისი მიზნები, თავისი რაღაცა და ამ ადამიანის გამო შეიძლება თქვენ ეს ყველაფერი გააჩერეთ, თქვენი რაღაცა სურვილები და ამოყავით თავი გაურკვევლობაში, ხო? ანუ თქვენ თვითონაც დაიკარგეთ, ხო? თქვენ თვითონაც აღარ იცით რა უნდა გააკეთოთ უკვე. თითქოს როგორი მომენტიც თან შინაგანი ბრძოლის მომენტიც, როდესაც არის, რომ მე ძალიანაც კი მინდა ვთქვათ ურთიერთობა რატომაც არა, იმიტომ რომ მომწონს ვთქვათ ადამიანთან, მაგრამ ხვდები, რომ ამ ადამიანთან ურთიერთობა ჩემთვის იმ რესურსს ვაკლდები, რომელიც წინ მაქვს, ხო? ანუ ჩემს მიზნებს ვაკლებ, დროს, ენერგიას, ანუ რეალურად ჩემს გზას ვწდები. აი ეს მომენტი არის აქ თითქოს. რა ფიქრობს იმას, რომ თქვენს გზაზე აპირებთ დაბრუნა, რაღაცა თქვენს მიზნებისკენ ბრუნდებით, ხო? და თქვენ შორის არის უკვე რაღაც ის გაურკვეველი ფსკრული, რომელიც თითქოს ერთმანეთს ვესაუბრებით, მაგრამ რეალურად ხმა არ გვესმის, ხო? ხა თუ უკვე ურთიერთობაში გასული ვართ, აღარ ვართ ურთიერთობაში, ხო, მანდ უკვე გასაგებია, რომ ისედაც უფსკრულია. რას გრძნობს თქვენს მიმართ?
მე ვერ გეტყვით რომ ადამიანს არ აქვს თქვენს მიმართ რაღაცა ემოციური მომენტები, ნამდვილად ემოციები აქვს ნამდვილად, შეიძლება ითქვას. მე ესე გეტყვით რომ ამ ადამიანს რავი, არ დაავიწყდებით. მოდით ესე ვთქვათ, გულწრფელად ვთქვათ, შეიძლება ერთად არ იყოთ, მაგრამ თქვენ ამ ადამიანის ცხოვრებაში რაღაცა დარჩებით, ხა გაყვეთილად თუ ბედნიერ მომენტებად, ეს უკვე მის გაანალიზებაზე არის, ხო? ყოველ შემთხვევაში აქ ადამიანის გრძნობებთან მიმართებაში მე ვერ ვიტყვი და არ ვიტყვი იმას, რომ ადამიანს არ აქვს გრძნობები თქვენს მიმართ და საერთოდ არ აინტერესებს და საერთოდ რაღაცას. მე აქ უფრო იცით როგორი მომენტია, რომ ადამიანი არის ცოტა ისეთი მზანტი. ძალიან ბევრს ფიქრობს შეიძლება, ძალიან ბევრს რაღაცა სულ რაღაცას ელოდება, რაღაცა თავისით უნდა შეიცვალოს, თვითონ არ უნდა თითქოს მოქმედება. შესაძლებელია რაღაც მომენტში მისთვის უფრო ესეთი მომენტებიც იყოს, ხო, როდესაც სხვა რესურსებს, სხვა სიტუაციებში უნდა ჩავდო, ეხლა რესურსები და პირადი სამართალი, მაგრამ ამ დროს პირადი მისთვისაც მნიშვნელოვანია. ვერ გეტყვით რომ არ აქვს ამ ადამიანს ემოცია თქვენს მიმართ და საერთოდ ესეთი გულქვა არის თქვენს მიმართ. არა, ისედაც ფიქრებშიც ძალიან ისეთი ხართ, საინტერესო მიუწვდომელიც, ხო, რაღაცა ესეთი საოცნებო ადამიანით შესაძლებელია ითქვას, ხო? არ ვიცი ხა აქ ყველასთან სხვადასხვა მომენტია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ადამიანს აქვს თქვენს მიმართ ემოციები, გრძნობების მომენტი, შეიძლება არ ამჟღავნებდეს ადამიანი და არ აფიშირებდეს და არ შეეძლოს ეს ელაპარაკი თავის გრძნობებზე, მაგრამ აქ გრძნობების მომენტს ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ არ არის და როგორ ვთქვა, რომ არ არის თქო. მისი ქმედებები რა გითხათ, მის ქმედებებს რაც შეეხება, მე ესე გეტყოდით, რომ აქ ადამიანი შეიძლება რაღაცა თავისთვის ფიქრობდეს, რომ თავიდან დაიწყოს რაღაცები, მაგრამ მისი ქმედებები, აქ არ იქნება ქმედება ისეთი, აქ პირიქით. იცით როგორი მომენტი არის, აქ ადამიანს არ ექნება თქვენსკენ ქმედებები, ის პირიქით უფრო დაელოდება იმას, თქვენ როდის იმოქმედებთ ამ ადამიანისკენ. ნახეთ როგორი მომენტი არის, მაგალითად თქვენ თუ ეხლა უთხარით, თქვენ ხართ პარტნიორულ ურთიერთობაში და თქვენ უთხარით, რომ მეცი რა მოდი ხო ცოტა ხანმა დავდამანებო, ჩამოვყალიბ და გავაანალიზო, რა მჭირდება, როგორ მჭირდება და ასე შემდეგ და დროებით მჭირდება რაღაცა დრო. ეს დრო ვთქვათ, არ დაასახელეთ, ხო, არც ერთი თვე, არც ერთი კვირა, არაფერი, ხო, უბრალოდ მჭირდება დრო. აი აქ როგორი მომენტია, ეცეთ ადამიანი შეიძლება თავის თავში რაღაცებს ალაგებდეს და გეგმავდეს, რომ როგორ მოვიდეს თქვენთან, როგორ გადმოდგას ნაბიჯანის, მაგრამ ეს იქნება, როგორ იცით, იმ მომენტის, იმ სიტუაციის, იფიქრა და დაასრულა. ვიმოქმედე არა. იმიტომ რომ ნახეთ, პენტაკლების პაჟია, ხო, რაღაცა შეიძლება საწყისის მომენტი, მაგრამ მოყვება კოშკი. არა, რაღაცებს ვფიქრობ, მაგრამ მოქმედება ნოლია. აქ უფრო თქვენ დაგელოდებათ, თქვენგან დაელოდება ნაბიჯს, რომ თქვენ გადადგათ მისკენ ნაბიჯი და თქვენ იმოქმედოთ. მაგრამ ნახეთ როგორი მომენტია, აქ იმდენად ურთიერთობაში უკვე იმდენი სიტუაცია არის ისე დალაგებული, რომ და აქ იმხელობს სრულია. მე არ ვიცი ხა ყველა თქვენი გადასაწყვეტია ვინ როგორი იმოქმედებთ, მაგრამ და ვისთვის როგორი სიტუაცია, მაგრამ აქვს ნამდვილად ადამიანს ემოციები, აქვს რაღაცა სურვილები, შეიძლება ესე ვერ გამოთქვავს, ვერ გამოხატავს, კიდევ ერთხელ გონებით, ახლა შეიძლება თუ გააჩნია რა სიტუაცია, ხახო თუ წაღან თქვი, რომ თუ აქ სამკუთხედი მომენტის სიტუაცია გაქვთ, მაგ შემთხვევაში
გეტყვით იმას, რომ აქ ადამიანი არ შეცვლის თავის მდგომარეობას, ხვდებით? და აქ უკვე მე თქვენზეა დამოკიდებული, ხო თქვენ თუ გაწყობთ ეგრეთი ურთიერთობა, კი ბატონო, თუ გაწყობთ ისეთი ურთიერთობა, რომ რაღაცა შეიძლება სულ არ ყავდეს ოჯახი, მაგრამ არ უნდა ოფიციალური ფორმა და უბრალოდ ეს რაღაცა შეყვარებულობის პერიოდი თუ რა ვიცი რა დავარქვათ, როგორც გინდათ, ანუ უბრალოდ მეგობრული რაღაც ესეთი ურთიერთობები, კი ბატონო, ანუ ნახეთ, აქ უნდა შეთანხმების მდგომარეობა მოხდეს, მაგრამ აქ აშკარად, აქ იმიტომ არის ესეთი უსწრული და ერთმანეთს აღარ გვესმის, იმიტომ რომ ერთ-ერთ ანუ თქვენ მხარეს არ აწყობს, ხო, არ უნდა ესეთი ურთიერთობა. ამიტომ არის ეს მომენტიც, ხო? მოდით ნახოთ, აბა თქვენ რას გირჩევთ? როიან ხმალია. ნახეთ, რას გირჩევთ როიან ხმალით, რა გითხათ, ნახეთ როგორი მომენტია. პირველ რიგში გამოერკვეთ თქვენს თავში. ნახეთ, წეგამ თქვი რომ აქ თუ ის მომენტია, როდესაც მე უნდა გავიდე რაღაცა მჭირდება დალაგება და თქვენ გჭირდება დალაგება, გამოერკვეთ თქვენს თავში, ნამდვილად გინდათ თუ არა ეს ადამიანი. ნამდვილად არის თუ არა ეს ადამიანი ის, ვინც თქვენთვის ნიშნულოვანია, გიღირთ ამ ადამიანისთვის თავის გაწირვა, თავის შეწირვა. უბრალოდ ნახეთ, ერთი რამ იცოდეთ და მინდა რომ კარგად გაანალიზოთ. თუ ადამიანი არის პარტნიორულ ურთიერთობაში, ანუ ყავს ოფიციალური ცოლი, ადამიანს არ უნდა ცვლილებები და ეს გასაგები უნდა იყოს თქვენთვის, რომ ადამიანი არ შეცვლის და თქვენთვის თუ ეს ადამიანი არის მისაღები, მიიღეთ ისეთი როგორიც არის, იმიტომ რომ აქ რთულ ემოცია შეიძლება აქვს ამ ადამიანს და უყარხართ, მაგრამ ხშირად არის რომ მიყვარს, მაგრამ გავუშვებ, იმიტომ რომ ჩემთვის ეს მისი სიყვარული უფრო მტკივნეულია, ვიდრე ვთქვათ, მასთან ერთად რო ვიყო უფრო მტკივნეული აღმოჩნდეს, ვიდრე მის გარეშე. ხო, აი არის ეს მომენტები ხომ. აქ თითქოს ეს მომენტიც არის და ამიტომ ნახეთ, თქვენ უნდა გამოერკვიოთ ჯერ საკუთარ თავში, თქვენ რა გინდათ. თქვენ რას ელოდებით ამ ურთიერთობიდან. თქვენი სურვილი რა არის ამ ურთიერთობაში, ხო? ანუ ნახეთ, თქვენ უნდა, ამიტომაც ელოდი შეიძლება, იმიტომაც არის ეს მომენტი, რომ მან ჩამოგიყალიბათ თავისი სურვილები, თქვათ, როგორი ურთიერთობა უნდა თქვენთან და თქვენ არ ხართ ამის უცად და იმიტომაც შეიძლება დაგეგმოს რაღაცები, იფიქროს და არ გადმოდგას ნაბიჯზე, თქვენ გელოდებათ, რომ თქვენ როგორ თუ წახვალთ ამ ნაბიჯზე, ნახეთ, ამ შემთხვევაში მის სცენარს უნდა დაექვემდებაროთ, ანუ ის ადამიანი როგორც დაალაგებს ამ სიტუაციას, ისე უნდა დაეყრდნოთ, ხო? თუ არის ისეთი ურთიერთობა, რომ წავიდა, მოვიდა, დღეს მოვიდა, ხვალ წავიდა, მე ერთი კვირა გამოჩნდა, მე ერთი თვე წავიდა, ხო, უნდა შეეგუოთ ამას, თუ თქვენთვის ესეა მისაღები. აქ გირჩევთ სამყარო, ჯერ საკუთარ თავში გამოერკვიოთ თქვენი მიზნები. ნახეთ, აქ რეალურად ის მომენტიც არის, რომ თქვენ მიზნებსაც ახართ აცდენილი, ანუ თქვენს ოცნებებსაც ხართ აცდენილი და შესაბამისად უნდა გამოერკვიოთ რა გინდათ. შეიძლება იმიტომაც არის, ნახეთ, ძალიან ისეთი ბევრი რამე გაქვთ სასწაული, თქვათ, ამ სიტუაციიდან და სამყაროც განახებთ თქვენთვის რაღაც ისეთ ნაბიჯებს აკეთებს და განახებთ იმ გზას, სადაც უნდა გაანალიზოთ რა გინდათ, რატო გინდათ, როგორ გინდათ, სად გინდათ, ანუ ვისთან გინდათ, ხო? აი ამ სიტუაციაში ხართ, გამოერკვიეთ თქვენს თავში ჯერ. საკუთარი თავის სიტუაციას მიაქცეთ ყურადღება, ნიშნებს, რომელსაც გაცლოთ სამყარო, მიაქცეთ ყურადღება თქვენს ურთიერთობაში, ყოველად არაფერი არ მოხდებოდა. შეიძლება რაღაცას იმიტომ მოყვა, რომ მისულიყავით რაღაცა კონკრეტულ სიტუაციამდე და გადახედეთ, დაფიქრდით, გამოერჩიეთ საკუთარ თავში, იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში მე მიიღოთ გადაწყვეტილება, ნუ გადადგავთ ნაბიჯს თუ არ გადადგავთ თქვენ თვითონ, თორემ ეს ადამიანი ამ ეტაპზე რაც არ უნდა ემოცია გქონდეს თქვენს მიმართ, რაც არ უნდა სიყვარული გქონდეს, ხო? ადამიანი არ გადმოდგავს ნაბიჯს, იმიტომ რომ ამ ეტაპზე მისთვის მნიშვნელოვანი, ანუ ურჩევნია რაღაცა დისტანცირება გქონდეს, ნუ როგორც
დააწესეთ თუ ჩამოვუყალიბეთ. აი ესეთი გამოვიდა ეს გაშლა, მე რა თქმა უნდა ბედნიერებას გისურვებთ როგორც ყოველთვის თითოეულთგან წარმატებას, საუკეთესოდ ყველაფერს, სწორ ადამიანებს ურთიერთობაში, სწორად გარკვევას სიყვარულში და დროებით დაგემშვიდობებით.